ჩვენ ახლა მოვისმენთ პოლიტიკურ შეფასებებს, რადგან აქ არიან წარმოდგენილები პოლიტიკოსებიც, მათი პოზიციები კი არის მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესები უნდა იყოს აბსოლუტურად შეზავებული ყველას პოზიციის თვალსაზრისით, აქ უნდა იყვნენ სტუდენტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსების ხმაც ხმამაღლა უნდა ისმოდეს. აი ლევან სანიკიძე არის ჩემთან ერთად და მის კომენტარს მოვისმენ. ლევან, მე როგორც ახალგაზრდას და როგორც პოლიტიკოსს ისე დაგისვამ კითხვას, რა დაგანახა ამ პროცესმა, როდესაც დააკავეს ახალგაზრდა ბიჭი უსამართლოდ, ყველა მისევ შეძელით კონსოლიდაცია ერთი კონკრეტული იდეის გარშემო და გაერთიანდით. შეიძლება ის ერთობა, რაზეც ხშირად საუბრობენ ხოლმე, ამ ფორმითაც წარმოიდგინოს ხო საზოგადოებამ. გვითხარი შენი შეფასება ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ აქ შეკრებილი ვართ მათესთვის და მე მინდა რომ ყველა პოლიტპატიმარმა, რომელიც ახლა მიყურებს, იცოდეს, რომ ისინი არ არიან მარტონი. ჩვენ ვართ ბევრნი, ჩვენ ვართ მათი თანამებრძოლები, გვიამაყება მათთან ერთად ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. მე მგონია, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება. ამ ბრძოლაში არ უნდა დავიწყოთ რაღაცა ხინჯის შემოტანა. აი ვის წარმოუდგენია არსებულ ვითარებაში ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმოება. ქვეყანას მართავს ჭკვეულებრივი ტერორისტი, ქვეყანას მართავს აბსოლუტურად ყველანაირი ემოციისგან დაცლილი ადამიანი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ჩვენ ამ ბიჭებსაც დავიცავთ, ისინი აუცილებლად გამოვლენ მალე ქუჩაში, ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, ადამიანური ვალდებულება პოლიტპატიმრებთან და სანამ ეს არ იქნება შესრულებული, მანამდე ვერ ვიტყვით, რომ რაიმე შანსი გვაქვს. ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმ საკითხსაც, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიაქტიუროთ ქუჩაში. ქუჩაში უნდა დაბრუნდეს ისევ პროცესი, იმიტომ რომ შეუძლებელია სხვანაირად ივანიშვილმა და დასავლეთმაც გაიგოს ჩვენი ხმა. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ადამიანი ქუჩაში, მეტი ადამიანი რუსთაველის გამზირზე. ეს არის ის, რასაც შეუძლია არსებითი ცვლილებების მოტანა ამ ქვეყანაში. დანარჩენი ყველაფერი არის მოჩვენებითი. ილუზორული მოჩვენებითი ბრძოლის დრო არ არის ამ ქვეყანაში. დასრულებულია მათესთან დაკავშირებით. მინდა თამამად თქვა, რომ ის სიტყვები, რომელიც მან თქვა, შეესაბამება ქართულ ოცნებას. სიბნელეში თუ ვინმეა დღეს არის ბიძინა ივანიშვილი. მათემ კიდევ ერთხელ ჩვენ მხარეს, ამ ქვეყნის პატრიოტების მხარეს, ჩვენს აი ამ ბრძოლას მოჰფინა ისევ ნათელი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მათემ ჩვენს ბრძოლას მოჰფინა ნათელი. ლევანის პოზიცია იყო ასეთი და სხვებიც ეთანხმებიან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა აქ მყოფი ადამიანი ამის გარშემო თანხმდება. გია ჯაფარიძე არის ჩემთან ერთად და მე პაატა ბურჭულაძეც. გამარჯობა ბატონო გია, პირდაპირ ეთერში ვარ. ახლა ვისმენთ პოლიტიკურ შეფასებებს და აუცილებლად რა თქმა უნდა, ბატონი პაატას პოზიციაც ძალიან საინტერესოა და ორივეს მოგისმენთ. უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური კითხვა მინდა დაგისვათ. შეიძლება თუ არა ეს ერთიანობის ფორმულა, რომელზეც უკვე თვეებია საზოგადოება საუბრობს, ამ ფორმით წარმოიდგინოს ხალხმა, რადგან ხედავთ, რომ განსხვავებული ხედვების მიუხედავად, განსხვავებული რეგალის მიუხედავად, ყველა ხართ ჭავჭავაძის გამზირზე. რას ნიშნავს ეს ერთობა და რას ნიშნავს ეს პასუხი? არის უფრო ბატონ პაატასთან ნებისმიერი ფორმულა შეიძლება წარმოვიდგინოთ. ნებისმიერი ერთიანობის ფორმულა, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას, აქამდეც უნდა წარმოგვედგინა, მე თუ მკითხავთ. აქამდეც უნდა გავეკეთებინა ის, რასაც ბატონი პაატა მათ შორის ცდილობს. მე რამდენიმე წუთის წინ შემოვერთი ამ პროტესტს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო პაატა, თქვენთან გადმოვალ კითხვით. ამ ბრძოლამ ყველა გამოიყვანა ქუჩაში, იქნება ეს კულტურის სფერო, ლექტორებმა, სტუდენტებმა დატოვეს აუდიტორია, თქვენს აქტიურად ჩაერთეთ ამ პროცესში. როგორ ხედავთ ამ ყველაფრის განვითარებას, რადგან თქვენ იყავით ერთ-ერთი ინიციატორი, მათ შორის ახალი ერთობისა და ერთიანობის. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი თუ არა, რომ დღევანდელი დღე ჩაეწეროს ისტორიაში კიდევ ერთი დიდი ასოებით და კიდევ ერთი ახალი საწყისი იყოს ბრძოლის და დაიწყოს ახალი ტალღა საპროტესტო, ახლა უკვე ჭავჭავაძის გამზირზე და დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩებში. ბატონებო, მე ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყო ესე და უხსნედი ყველა პოლიტიკურის. დღეს ჩვენ გვყავს ერთი მტერი, ერთი ადამიანი. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ მუჭად შეკრულები და მე მგონი ეს იწყებს გამოსვლას. ჩვენ გვყავს ერთი მტერი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დაღუპა ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა. ბოლომდე არ უნდა ჩავაძირინოს ეს ყველაფერი, ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ გასაჭირიდან და ასეც იქნება. ამიტომაც ვიყოთ ყველანი ერთად, აქ არ არის, ახლა მიხარია რომ ძალიან ბევრი სტუდენტობა, ძალიან ბევრი სტუდენტი ახალგაზრდები არიან. ეგრე არ არისია. ახალგაზრდები არიან, რომლებიც იმედიც გვაქვს ჩვენ ყველას.
და ნუ რა ვიცი ყველანი აქავარ და ვიყოთ ერთად ბატონებო იცოდეთ მტერი არის ერთი ადამიანი და მის გარშემო მყოფი 200 კაცი გვებძვის მთელ საქართველოს მეტი არ არიან ამიტომ ჩვენ გავიმარჯვოთ აუცილებლად დიდი მადლობა კი ბატონო, მადლობა თქვენ. ასეთი არის აქ მყოფი ადამიანების პოზიციები. აქ არის ყველა, როგორც თქვენ გითხარით, აი მე მხედავ თემო ვაჭარაძეს. თემო არის სხვათა შორის ის სტუდენტი, მაყურებელს შევახსენოთ, რომელსაც რიცხავდა გიორგი შალუტაშვილი თეატრალური უნივერსიტეტიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ის და მისი მეგობრები დემოკრატიული გამოხატვის ფარგლებში რჩებოდნენ ამ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში. თემო, რისი დემონსტრირება მოახდინა თქვენმა ბრძოლამ, რომელიც საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ თქვენი გამორიცხვა ვეღარ გაბედეს. ანუ არის თუ არა ეს პატარა გამარჯვება და მაგალითი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ბევრჯერ მithქვავს, რომ ამ დიდ ბრძოლაში, როდესაც ტირანიას ებრძვი, ვერ გექნება კონკრეტული გეგმა. მთავარი არის წინააღმდეგობა. ამ წინააღმდეგობის მაგალითი ვაჩვენეთ ჩვენ უნივერსიტეტში, მაგრამ ეს იყო ძალიან პატარა მოდელი და დღეს რაც მოხდა საქალაქო სასამართლოში, ეს არ უნდა გახდეს ჩვენი დღის წესრიგი და არ უნდა იყოს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავი. როდესაც ქვეყანაში 21 წლის ბიჭებს აპატიმრებენ, ის რეჟიმი გიპატიმრებს, რომელიც მოძალადი არის, ქუჩებში ხალხს ცემენ, ახალგაზრდა ბიჭებს აკავებენ, სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრიან და ლეგიტიმურ და განათლებულ ადამიანებს პოზიციებიდან ხსნიან პოლიტიკური ნიშნის გამო. ჩვენ ამაზე, როდესაც ხმას არ ვიღებთ, არანაკლებ დამნაშავეები ვართ, ვიდრე ის ადამიანები, ვის სასჯელი გამოუტანა დღეს მათე დევიზეს. ამიტომ ნუ ვიქნებით დამნაშავეები და დაუდგეთ ამ ადამიანებს გვერდში. კი ბატონო, დიდი მადლობა. უსმენთ თემოს, ალბათ სიმბოლურია, რომ ახლა ჩაირთოთ ამ აქციებისათვის დამახასიათებელი მუსიკა, როგორც ჩანს, მუხტი არის უცვლელი, მოქალაქეები რჩებიან ჭავჭავაძის გამზირზე და ამბობენ, რომ ბრძოლას აგრძელებენ, დანებებას არ აპირებენ. ამ დღემ გააერთიანა ყველა პოლიტიკოსები, კულტურის სფერო, სტუდენტები და ყველას იდეა არის ერთი, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება დაამარცხოს. მოგვასმეინა 1-2 წუთით ხატია და შემდეგ რეკლამაზე უნდა გავიდე და ვერ ვწყდები ახლა მან რაც ხდება ყველაფერს. აი ახლა მოვისმინოთ, შეგვიძლია რომ ასე დაგემშვიდობოთ ამ ჩართვით, ამ ეტაპზე. აი ეს ამბები ხდება ეხა დედაქალაქის ცენტრში. თქვენ